მადლობა იესომ, როგორ დალოცა აი ეს ერთგულება, ერთგული ადამიანები და თვითონ ერთგულების სათნოები. როდესაც იგი აღდგა, პირველ რიგში გამოეცხადა რა თქმა უნდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. აი მის შემდეგ იგი ეჩვენა მენელსაცხებლე დედებს, რომელიც გამთენიისას მივიდნენ საფლავთან. შემდეგ სანამ მოციქულებთან მივიდოდა, იგი მივიდა იოსებ არემათეელთან, რომელიც ებრაელებს ყავდათ დამწყდეული, საკუთარ სახლში ყავდათ გამოკეტილი შიდა პატიმრობაში, ეხა შენთვის არ გცალია და რო ჩაივლის დღესასწაული, მერე შენთვისაც მოვიწლითო ესე უთხრეს. აი აქ მივიდა იესო და ამ ჩაკეტილი სახლიდან გამოიყვანა იოსებ არემათეელი. აი შემდეგ მივიდა მოციქულებთან. აი ესე თანდათანობით იესო მივიდა და გაახარა ეს ადამიანები, რომლებიც აი მისი ერთგულები არიან. და აი სწორედ ამის შესახებ არის დღევანდელი სახარება და დღევანდელი დღესასწაული. დღეს არის ქალების დღესასწაული. ოღონდ რატო? დღეს არის მენელსაცხებლე დედების ხსენება. დღეს არის მესამე კვირა. აღდგომიდან აღდგომა თვითონ პირველი კვირა, მეორე კვირა ის იყო აღდგომის განახლება, აღდგომის დამტკიცება და აი ფაქტორი პირველი კვირა არის, როდესაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ შეფასებებს და აი პირველი ვის შეფასებასაც ვაკეთებთ ესენი არიან მენელსაცხებლე დედები და იყო ადრე მცდელობა ქალების როგორც ასეთის დღესასწაულის დაწესების გენდერული ნიშნით. ეს იყო დაკავშირებული ერთ-ერთ რევოლუციონერ ქალთან და მინდა გითხრათ, რომ სრულებით არასწორი დღესასწაული. ადამიანი პიროვნება უნდა დაფასდეს და არა მისი რაღაცა ბიოლოგიური თავისებურებები. მეორეჯერ იყო ასეთი მცდელობა და ეს ბევრად უფრო სწორი იყო, ცოტა ხნის წინ საქართველოში დაწესდა დედის დღე. ესე იგი, 8 მარტი იყო ქალების დღე, რომ დედის დღე 3 მარტს დაწესდა, ესეც ძალიან კარგი დღე არის, მაგრამ არ მოიცავს ყველა ქალს. აქ დღეს სინამდვილეში სულებით სხვა რამაზეა ლაპარაკი. დღეს არის ქალი, ოღონდ ყველა ქალის ხსენების დღე არ არის, დღეს ყველა ქალის დღესასწაული არ არის. დღეს არის პრინციპული ქალების, ერთგული ქალების დღესასწაული. და აი ქალებმა გამოიჩინეს ყველაზე დიდი ერთგულება და პრინციპულობა. ანუ დღეს პრინცესების დღე არის. თავადის ქალების, თავადი ქართულად არის. პრინცესა არის იტალიური სიტყვა და იტალიურად პრინცესა ითქმება ესე პრინჩიპესა, რაც დაკავშირებულია სიტყვა პრინციპთან. აი პრინციპებით ვის ცხოვრობს, ის არის პრინცესა სინამდვილეში და არა გვარიშვილებით. პრინცესა დღეს აი იმ ქალების დღე არის, ვინც არიან პრინციპულები, ვინც არავითარ შემთხვევაში აი არაფრის დიდებით